სიო ცოტაც დააბარებენ, ორნი არიან, ერთი გავიდა წარმატებით. ახლა მეორეც სტოპთან უნდა გაჩერდე. ჯერ ამას ვატარებთ, სტოპიდან რო გავა, მერე ჩვენ ჩერდებით ახლიდან, რომც არ მოდიოდეს მანქანა, მაინც უნდა გავაჩეროთ სტოპთან, გავიხედოთ ხრით და რო დავწუნდებით, რომ არავინ არ მოდის, მერე ავდივართ. აქედან სწრაფად მოდიან ხოლმე მანქანები და თუ ვატყობ, რომ აი შეიძლება შორს იყოს რა, თუ ვატყობ, რომ ძალიან სწრაფად მოდის და გიახლოვდება, არ ამოხვიდე ხოლმე დაელოდე. დროში არ ვარ შეზღუდულები, იმდენ ხანს დაველოდებით, რამდენი ხანიც დაგჭირდება. ახლა მიუახლოვდეთ. ამანაც წარმატებით გაიარა, სავარაუდოდ ჩააბარებს, მარცხენა ციმციმა ჩართებ, ხრით გავიხედოთ უკან. სიო გაიარა, წავედით. აქ ცოტა დიდი გაზით ამოვდივართ. ნუ ძალიანაც არ მისცე, რომ 3000 არ გადავაჭარბოთ ბრუნი. დაახლოებით ესე 55-მდე ავჩქარდებით რა ამ გზაზე. შემდეგ უკვე დაიწყება 50-იანი, ანუ აჩქარების ზოლში, რომელიც ჩადის. აი აქედან უკვე 50 ხდება. ცოტა შევანელოთ, დაახლოებით 45-48-მდე გავიაროთ. აჩქარების ზოლში შესვლის დროს უკვე მარცხენა ციმციმას ვთავთ, თან ვაკვირდებით უკვე წინასწარ. ესენი გავატაროთ ყველანი, ვინც ახლოს მოდიან. ხაზები არ გადავკვეთოთ, წყვეტილი ხაზი რო დაიწყება, ეხლა ნელ-ნელა აჩქარდი უკვე მომენტი გაქვს, უკანა მანქანა არ გადმოგიხდეს. ეს გაატარე. აი ხა აჩქარდი გადადიხარ. უწყვეტი ხაზი არ უნდა გადავკვეთოთ, აჩქარების ზოლი არ უნდა დაგვისურვდეს. თუ ბევრი კოლონა მოდის, შეგვიძლია გავჩერდეთ კიდევაც და გავახმოვანებთ ამ ყველაფერს, რომ ვერ გადავედით, ანუ და დავრჩებით აჩქარების ზოლში. ოღონდ ცოტა ასაჩქარებელი მანძილი რომ დავიტოვოთ, ისე გაჩერდი რა, ანუ ბოლოში ერთი დაახლოებით 20 მეტრი მაინც მოიტოვე, რომ აჩქარდე მერე და ისე გადახვიდე ავტობანზე. აჩქარების ზოლიდან რო გადავდივართ, ნელა გადასვლა არ შეიძლება ავტობანზე, უნდა ავაჩქაროთ დაახლოებით 60-მდე და მერე გადავიდეთ.